მოგესალმებით, ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრებისა და იგავების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი მერაბ პონიანი. ეხლა წაგიკითხავთ იგავს, რომლის სათაურია ფულით სავსე საფულე. ერთმა გლეხმა აღმოაჩინა, რომ თავისი ფულით სავსე საფულე დაიკარგა. მთელი სახლი გადაატრიალა, მაგრამ ვერსად იპოვა და დაასკვნა, რომ ის მოიპარეს. თავის მეხსიერებაში ამოწმებდა ყველას, ვინც ბოლო დროს მოდიოდა მასთან სახლში და გადაწყვიტა, რომ მიხვდა, თუ ვინ იყო ქურდი. ეს იყო მეზობლის ბიჭი, რომელიც სწორედ საფულის დაკარგვის წინ იყო მასთან და სხვა კი ვერავინ ვერ ჩაიდენდა ქურდობას. როდესაც გლეხი ამ ბიჭს შეხვდა, შენიშნა მის ქცევაში ბევრი რამ, რაც უდასტურებდა მის ეჭვებს. მეზობლის ბიჭი აშკარად დარწმუნებული იყო, თვალებს მალავდა და საერთოდაც დამრთხალ კატას გავდა. ყოველი ჟესტი, ყოველი მოძრაობა მასში ქურდს ამხელდა. მაგრამ გლეხს არანაირი პირდაპირი სამხილი არ ჰქონდა და მან არ იცოდა რა გაეკეთებინა. ყოველ ჯერზე, როცა ის ხვდებოდა ბიჭს, ის გამოიყურებოდა სულ უფრო და უფრო მეტად დამნაშავედ. გლეხი კი სულ უფრო მეტად ბრაზდებოდა მასზე. ბოლოს ის ისე განრისხდა, რომ გადაწყვიტა ქურდბაცაცას მამასთან მისულიყო და მისთვის ფორმალური ბრალდება წაეყენებინა. და სწორედ ამ დროს მას ცოლმა დაუძახა. ნახე, რა ვიპოვე საწოლის უკან, თქვა მან და ქმარს ფულით სავსე დაკარგული საფულე გაუწოდა. მეორე დღეს გლეხმა კვლავ შეხედა მისი მეზობლის შვილს, არც ჟესტით და არც მოძრაობით ის ქურდს არ ჰგავდა. იგავი იმაზეა, თუ რამდენად დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს ფიქრებს და აზრებს, ჩვენს წარმოდგენებს და როგორ გვიდასტურებს სამყარო ხშირად, რომ ჩვენ რასაც ვფიქრობთ, ის თითქოს მართალია. სინამდვილეში ჩვენ შეიძლება ვწდებოდეთ, მაგრამ ამასაც გვიდასტურებს სამყარო, იმიტომ რომ ის აირეკლავს იმ ფიქრებს და იმ აზრებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს. იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორად როგორ ვიფიქროთ, რათა მხოლოდ დადებითი, პოზიტიური, ნამდვილად ჯანსაღი და რეალისტური აზრებით წარიმართებოდეს ჩვენი ცხოვრება და არა ჩვენი ეჭვებიც და წარმოსახვების შესაბამისად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემა, ესეც აქტუალურია და ხშირად ხვდებით ამის ანარეხს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენთვის, როგორც ყოველთვის, საინტერესოა თქვენი მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ ამ თუ იმ თემასთან დაკავშირებით, უთმენლად ველით თქვენგან გამოხმაურებას. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რათა გავითვალისწინოთ მომავალ საქმიანობაში. ამიტომ გთხოვთ დაგვიკომენტაროთ ყოველივე და გამოიწეროთ ჩვენი არხი.